ეს არის სადაც გვაქვს სტიქიური ნამოსახლარი. ოქტომბრიდან მოყოლებული 25,000 კაცი არის უკვე ჩართული პროცესში და და ერთად უნდა მარემ ყურავთ რატო იცი მან მრევლში არის რომ ვიღაცა სურგულაძია კოტე და კოტეს ძალიან დიდ პატივისცემს მრევლია ტატი ისე როგორც მე ხა წერილში არ ამწეს კონკრეტულად რატო გაიწეს ერთი წამიწება ხდება აი ნაგავი უნდა ეძებო შარაგზაზე კი არა ეს არის 5 ივნისი გაეროს მიერ გარემოს დაცვის საერთაშორისო აღიარებული დღე, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენს სინამდვილეშიც, ვინაიდან 5 ივნისი ამავე დროს არის გარემოს დაცვითი კავკასიური ფონდის დაარსების დღე და ჩვენ დღევანდელ დღეს შევეცდებით რომ კიდევ ერთხელ დავანახოთ საზოგადოებას თუ რამდენად მნიშვნელოვანია გარემოს დაცვითი განათლების დონის ამაღლება, ცნობიერების ამაღლება და შემდგომში გარემოს დაცვითი კანონმდებლობის კუთხით იმ ცვლილებების გატარება, რომელიც რეალურად უზრუნველყოფს როგორც ჩვენს დედაქალაქს, რომელიც სამწუხაროდ ძალიან მძიმე ეკოლოგიურ სიტუაციაშია, ასევე მთელს საქართველოს იმ პრობლემებისგან არიდების თვალსაზრისით, რომელიც საფრთხეს უქმნის პირველ რიგში საზოგადოების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს. მინდა გითხრათ, რომ ამ თვალსაზრისით ალბათ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება აღინიშნოს, რომ მყარი ნარჩენების დიფერენცირებული მართვის კუთხით არის სერიოზული ნაბიჯები გადასადგმელი, იმიტომ რომ თბილისის ნაგავსაყრელი, რომელიც წელიწადში 350,000 ტონა მყარ ნარჩენს იტევს, არ ექვემდებარება სეპარაციას, გადამუშავებას, არ ხდება ანაერობული წვების, ასე ვთქვათ, პრევენცია და გაშემკრების სისტემების დამონტაჟება მიუხედავად იმისა, რომ ამასთან დაკავშირებით არაერთი პროექტი იქნა წარმოდგენილი და ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლისთანავე და ადგილობრივ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე თუ მე არჩეულ ვიქნები თბილისის მერის მეტად საპატიო თანამდებობაზე, პირველს რასაც გავაკეთებ, ეს იქნება გარემოს დაცვითი ღონისძიებების მთელი კომპლექსის გატარება და ამავე დროს მინდა გითხრათ, რომ პირადად ვაპირებ ჩაუდგე ანტისიგარეტის კამპანიის წამოწყებას მთელი თბილისის მასშტაბით.